Präsident der Vereinigten Staaten, Donald Trump, will nun Gespräche. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლა უკრაინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. პარასკევს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას აპირებს. ანკორიჯში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ამიტომ ჩვენ ევროპელები ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ შეხვედრისთვის სწორად მომზადება შევძლოთ. ჩვენ გვსურს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს ანკორიჯში წარმატებული იყოს. ალასკაში ევროპისა და უკრაინის ფუნდამენტური უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული. ეს იყო გზავნილი, რომელიც ჩვენ, როგორც ევროპელებმა, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადავეცით. და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვეთანხმებით როგორც არსებული სიტუაციის შეფასებას, ასევე მომავალი პარასკევისთვის დასახულ მიზანს. უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინასთან უნდა განეხილებოდეს. უნდა მოვემზადოთ სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის. პირველ რიგში უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და უნდა მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები. ეს გარანტიები კი უნდა გაძლიერდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დასახდება. შევთანხმდით იმაზეც, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს გამოყენების უფლება უკრაინის უსაფრთხოებაზე და რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა იყოს შერწყმული რუსეთზე შესაბამის ზეწოლასთან. Санкціями ძალაში უნდა დარჩეს. Має бути припинення вогню.